დღეს ჩვენ ვიხილავთ როგორც იმ ფილმშია ცისფერ მთებს გახსოვთ დღეს ჩვენ ვიხილავთ ესე იგი ქრისტეს შობის შესახებ ხომ დავიწყეთ საუბრები ვილაპარაკეთ ესე იგი ხარება ჯერ გენეოლოგია მერე ხარებაზე ვილაპარაკეთ და კვლავ მათეს სახარებას უნდა დაუბრუნდეთ სადაც მოთხრობილია მოგვების შესახებ, თუმცა კი ისევ ლუკას ახარებასაც დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ლუკასთან რაც არის ნათქვამი, ის მათესთან არ არის. მაგალითად, ეს მოგვების ისტორია მხოლოდ მათეს სახარებაშია. მეტი არც ერთი მახარებელი არ ყვება ამას. სამაგიეროდ ლუკა მახარებელთან არის ისტორიები, რომლებსაც არც ერთი მახარებელი არ ყვება. ეს არის მწყემსებს როგორ ეხარათ, როგორ მივიდნენ ისინი, როგორ ანგელოზების გალობა რო ესმოდათ ზეციდან და მოკლედ ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ ახლა ესე პარალელურადაც ვნახოთ, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მათეს სახარებას დაუბრუნდეთ და მათეს სახარებაზე ვილაპარაკოთ. ასე იწყება მეორე თავი. როდესაც იშვა იესო ქრისტე იუდას ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, მოვიდნენ იერუსალიმში მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს, სად არის ებრაელთა მეფე, რომელიც იშვა. ჩვენ ახლა აქ უნდა გავჩერდეთ აუცილებლად და ვთქვათ ჯერ ჰეროდე ვინ არის? და მერე ეს მოგვები ვინ არიან? სახელები დაგიწერეთ. ასე ერქვათ სახელები ამ მოგვებს. ჰეროდე გახლავთ იდუმიელი ადამიანი, არაებრაელი კაცი, რომელმაც მოახერხა ის, რომ იერუსალიმში დამჯდარიყო მეფედ. მოახერხა როგორ? რომ წარმოიდგინოთ, მთელი ეს იერუსალიმი, პალესტინის, დღევანდელი პალესტინის ეს ტერიტორია და მთელი ისრაელის ტერიტორია შეიძლება მარა მარტო ეს, მაგრამ ჩვენი ინტერესი აქ არის და ამაზე ვლაპარაკობ. დაპყრობილი ყავთ, ოკუპირებულია თანამედროვე ენაზე ეს ყველას უფრო უკეთესად გვესმის, რომაელთა მიერ. რომაელი, ესე იგი, ჯარისკაცები დგანან იქ ჩვენ სახარებაშიც რო ხვდებით, რომ იქ ასის თავია ვიღაცა და იქ რაღაცა ასის თავმა თავისი მსახურისთვის გამოგზავნა, განსაკუთრებით. ესენი სულ ყველა რომაელები არიან. რომელმა დაიპყრეს მოკლედ იერუსალიმი დაადეს ხარკი და მოკლედ ოკუპირებულია ეს ქვეყანა მინდა გითხრათ და ამიტომაც ჰეროდემ რაღაცნაირად მოახერხა ზოგჯერ ქრთამით და ზოგჯერ იმით რომ ვიღაცები მოისყიდა ვიღაცებთან დაახლოვება შეძლო რომ რაღაცნაირად თითქოს მეგობრულ ურთიერთობაში შევიდა მოახერხა ის რომ მეფე დაირჩიეს ის ამისთვის ჰეროდემ იცით რეები გააკეთა თუნდაც ის რომ ებრაელები მოემადლიერებინა იქ დაიწყო ტაძრის რემონტი, იქ დაიწყო რაღაცა მათი ტრადიციების პირიქით აღორძინება და ხელის შეწყობა. თუმცა კი მინდა გითხრათ, რომ ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ რაღაცნაირად შინაგანი განწყობა ქონდა და ეს კარ ნახობდა, რომ რა კარგ საქმეს ვაკეთებ. არაფერი ეს მისი პოლიტიკის ნაწილი იყო, ასე სჭირდებოდა საქმეს და საქმიდან გამომდინარე აკეთებდა ამას, თორე ისე მინდა გითხრათ, ჰეროდე იმდენად სასტიკი კაცი იყო და იმდენად ეჭვიანი კაცი იყო, საკუთარი შვილები ყავს დახოცილი. სიკვდილის განაჩენი გამოუტანა შვილს, რომელშიც ხედავდა ესე იგი კონკურენტს და ცოლი ყავს მოკლული და მოკლედ შვილი ყავს მოკლული და 14000 შვილი მოწყვიტა მერე ბეთლემში ეს ისტორია თქვენ სახარებიდან იცით ეს 14000 შვილიც ამ წინადადების გამო მოწყვიტა. ნახეთ მოგვები რას კითხულობენ სად არის ებრაელთა მეფე რომელიც იშვა? რას ქვია ებრაელთა მეფე? მე ვარ ებრაელთა მეფე. თვითონ იყო უკანონო მეფე, პირდაპირ ებრაელებსაც არ ქონდათ სხვათაშორის უფლება, სჯულის მიხედვით არ ქონდათ, რომ სხვა ტომიდან ყოფილიყო კაცი და ის მეფედ ეღიარებინათ, მაგრამ ებრაელებმა ამ პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მე მინდა გითხრათ პირდაპირ, არ ჩამითვალოთ იმაში, რომ რაღაცა პარალელებს ვაკეთებდე, მაგრამ რეალურად ასე არის. მშვიდობის მიზნით, რომ ოღონდად მშვიდობა იყოსო და ესე იგი ნუ იქნება ოღონდ ბუნტი დაახლოებით ესეთი შემართებით ჰეროდეს დაეთანხმნენ რომ კი ბატონო შენ უნდა იყო მეფე. ჰეროდესთან ეს თანხმობა ძალიან ცუდად დამთავრდა მინდა გითხრა, იმიტომ რომ ჰეროდე იმდენად ბოროტი კაცი იყო, ესეთი გარდამოცემა არსებობს რომ მკვდებოდაო. ძალიან დიდი სატანჯველი ქონდა რაღაცა ფიზიკური ისეთი ტკივილებით მკვდებოდა, თავისი ბოროტი საქმეებიდან გამომდინარე სავარაუდოდ და ასეთი რამ გადაწყვიტაო, რომ ებრაელთა უხუცესობა შემიკრიბეთო, ვინცო ძალიან საყვარელი და საპატივცემულო ხალხი არისო ისრაელშიო. და შეუკრიბესო ესენიო და სიკვდილის წინო, როგორც კი მოვკვდებიო, ესენი სულ ყველა დახოცეთო და რატო რო გითხეს? მეო არავინ არ მიტირებსო და ტირილი და გლოვა რო გაჩნდესო ისრაელშიო, რომ
მე კი არ მიტირებენ, იმას იტირებენ, მაგრამ რო იგლოვოსო ხალხმაო რა. ხო, ნუ აი ასე აგვარებდა პრობლემებს. დაახლოებით ესეთი კი, მართლა ასე კი. ხო და ეს რაც შეეხება ჰეროდეს, აი იმიტომ რომ დაკონკრეტებული იყო ჰეროდე მე ძალიან მოკლედ გიყვებით ახლა ამ ამბავს, იმიტომ რომ ეს ძალიან ვრცელი ისტორია, როგორ მოიპოვა მან, მიიტაცა შეიძლება ასე თქვას, ეს მეფობა, როგორ მოკლედ გამოსძალა ეს მეფობა რომსაც და აქეთ იერუსალიმსაც იმის პირობით რომ მშვიდობა იქნება და მე თქვენ ესე იგი ომში არ ჩაგთავთ, იმიტომ რომ გლობალური ომის პარტია ეთყობა მაშინაც არსებობდა. კარგით, გავაგრძელოთ ჩვენ ახლა რო არ გადაგვიცდეს თემა და ვინ არიან ეს მოგვები? მოგვი თვითონ სიტყვა ნიშნავდა ვარსკვლავთ მრიცხველს. ისინი იყვნენ აღმოსავლეთის ცხოვრებნი ხალხი, რომლებიც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ქონდათ ასეთი წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მოსეს, როდესაც გამოყავს ებრაელი ერი, ისრაელი იმიდან ეგვიპტის ტყვეობიდან, ისინი მოდიან წმინდა მიწის დასამკვიდრებლად და გზაში რაღაცა რამდენიმე ომი გადახდებათ თავს. ერთ-ერთი ომის დროს იყო ასეთი ბალაამი, წინასწარმეტყველი კაცი, რომელსაც მეფე მოიწევს, რომ ეს ებრაელი ხალხი დამიწყევლეო. რომ მოკლედ ეშინია, რომ რაღაცნაირად ესე იგი ამ ომში დამარცხდება და მის ქვეყანას გაანადგურებენ და დაუძახებს ამ ბალაამს. ეს ძალიან ცნობილი ისტორია, ვირმა რო დაილაპარაკა, გახსოვთ ეს ისტორია? მოდის ეს ბალაამი და ვირი რო გაჩერდება და ურტყავს ეს და მოტრიალდება, რატომ ირტყავო, ანგელოზი დგასო ხმლითო და მოგვაჭრის თავს ორივესო. ვირი ეუბნება მოკლედ ამ ბალაამს ეს ისტორია. ბალაამი ეუბნება პირდაპირ, მეო იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მეტყვისო. რაც შენ გინდა კი არა, რომ ახლა თქვა გადმოვდგები მთაზე და დავწყევლი. არამედ იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მეტყვის და გადმოდგება და დაწყევლის ნაცვლად დალოცავს ამ ერს და იქ იტყვის ერთ ასეთ სიტყვას. იაკობში აღმობწყინდება ვარსკვლავიო. იაკობის ამ შთამომავლობაში აღმობწყინდება ვარსკვლავიო. ესენი იყვნენ ვარსკვლავთ მრიცხველები. აი ღმერთი არის ასეთი მოწყალე შეიძლება ითქვას, რომ ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორ ჩვენ გამოცხადება რომ ნახეთ, როგორ დაელაპარაკა იოსებს. წინასწარმეტყველის სიტყვები უთხრა. ანგელოზი მოვიდა და ეუბნება რა, რომ აი როგორც წინასწარმეტყველში ამბობსო და უმეორებს წინასწარმეტყველი, იმიტომ რომ იოსები არის მორწმუნე კაცი, რომელიც წინასწარმეტყველთა წიგნებით ხელმძღვანელობს თავის ცხოვრებაში. ამიტომ იოსებს გამოცხადებაში ასე ელაპარაკება. მოგვებს როგორ ელაპარაკება? მოგვებს გამოუჩნდებათ ვარსკვლავი, რომლებზეც ისინი მთელი ცხოვრება აკვირდებოდნენ და აღმოჩნდება, რომ ეს ვარსკვლავი არის სრულიად არაბუნებრივი მოქმედების, იმიტომ რომ ყველა ვარსკვლავი თუ კი მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თუ პირიქით აღარ მახსოვს, ეს მოძრაობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ანუ აცდენილი იყო საერთოდ ამ თავის მოძრაობის ტრაექტორიას ვარსკვლავები, როგორც შეიძლება დამკვირვებლები ამას ხედავდნენ. და სამაგიეროდ ხედავდნენ კიდე ერთ რამეს, რომ დღისითაც ანათებდა, ანუ დღისითაც ქონდა. ამიტომაც ეს ვარსკვლავი რეალურად იყო ანგელოზი. ამიტომაც ანგელოზი იქ ელაპარაკება ღვთისმშობელს პირდაპირ ეჩვენება, იოსებს ძილში ეჩვენება, იმას წინასწარმეტყველის პირით ეუბნება, მარიამ ღვთისმშობელს პირდაპირ ესაუბრება და მოგვებს ვარსკვლავის სახით. იმიტომ რომ ვინც რისი მიმღებელია, ანგელოზი რო გამოცხადებოდათ მოგვებს, შეიძლება არ დაეჯერებინათ მისთვის, იმიტომ რომ მათთვის ეს რაღაცა შეიძლება მოჩვენებად ჩაეთვალათ და არ დამორჩილებულიყვნენ, მაგრამ დაუჯერეს იმას, რისიც ზუსტად იცოდნენ. აი, გახსოვთ იმას გაგახსენებთ კიდევ. პეტრეს რო ეუბნება, ეხა ჩააგდე ბადეო და იმდენ თევს ამოიყვანენ, რომ პეტრე გაგიჟებული ეუბნება, რომ გადიო ჩემგან, მე ცოდვილი კაცი ვარო. მიხვდება, რომ არაბუნებრივ მოვლენასთან აქვს აქ პეტრე არის მეთევზე. ვინ ასწავლის პეტრეს თევზაობას? თან შუა დღეზე და ისეთი თევზი დაიჭირეს პეტრე მიხვდა რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ისა რა ქვია მეთევზის მიერ მოქმედებული, იმიტომ რომ მეთევზემ ზუსტად იცის თევზაობის დრო და რა რაოდენობა შეიძლება იქნას დაჭერილი და აქ ხედავს რაღაცა დიდ უამრავ რაოდენობას, როდესაც არც დრო ემთხვევა თევზაობისა და არც ამინდი და არც განწყობით, რომ ხალხია სავსე და ხმაურობენ და ხმაურში თევზები იმალებიან. სწორედ ასეთი მდგომარეობა რომ აი ესენი ვარსკვლავთ რიცხველები არიან და ზუსტად იციან ვარსკვლავის ბუნება. როგორია მათი მოძრაობის ტრაექტორია, როგორია მათი თქვათ ნათება, როდის ჩანს, როდის არ ჩანს, რაღაცა ვარსკვლავებს სახელებს არ ქმნიან და მოკლედ მთელი ამბავია და
ამიტომაც მათთვის ეს იყო არაბუნებრივი მოქმედება ვარსკვლავისა, რომელიც ესე მოძრაობდა და ამ ვარსკვლავს გამოყვებიან. ესენი არ არიან უბრალო ადამიანები, მინდა გითხრათ, ეს არ არის უბრალოდ ვარსკვლავრიცხველი ვიღაცა უბრალო გლეხის კაცი, მოკლედ ესე ვთქვათ, რომელიც ადგა და წამოყვა ახლა ამ ვარსკვლავს. ესენი არიან სამეფო გვარის ჩამომავლები, სავარაუდოდ თავიანთი ქვეყნის მმართველები და ისინი მარტო ეს სამი კაცი კი არ ჩამოდის, ისინი თავისი ამალით მოდიან, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს სამი კაცი არის დასახელებული, სახელები მათი სახარებაში არ იხსენიება, მაგრამ გარდამოცემით ჩვენ ვიცით მათი სახელები. ია, რამე ხო არ გინდა? ია, ის რო თუხთუხებს იქ ჩაი გვაქვს? ხო და გამორთეთ, ადუღებული იქნება. კარგი, ჩვენ გავაგრძელებთ, თქვენ ჩაიზე იზრუნეთ. და კითხულობენ, ხო, რატო საიდანაც ჩანს ახლა რომ ესენი უბრალო ადამიანები არ არიან, იმიტომ რომ მოდიან და მეფე ჰეროდესთან შედიან პირდაპირ და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ვიღაცა ის რო ჩამოსულიყო უბრალო კაცი ღანის თოხნა მიატოვა და გამოიქცა ახლა ვარსკვლავს გამოყვა და ჰეროდესთან ასე ხო ვერ შევიდოდა რა. ბუნებრივია ისინი მართველები არიან თავის ქვეყნისა, რომელთაც სიტყვა ეთქმით და შედიან და ჰეროდესთან პირდაპირ ამას კითხულობენ, რომ სად არის ებრაელთა მეფე, რომელიც იშვა. რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანისცეთ მას. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. ჰეროდე რატო შეძრწუნდა, ხო ვიცით? იერუსალიმი რატო შეძრწუნდა? დაუბრუნდეთ უნდა ისევ ამ თემას, რომ იერუსალიმი იმიტომ შეძრწუნდა, რომ მაგერ მშვიდობის პირობა აქვს ახლა მოცემული ამ კაცს რა და ახლა თუ კი ახალი მეფე დაიბადა, შეიძლება მოგაკლდეს ეს კეთილდღეობა, იმიტომ რომ აგერ ჰეროდესთან დაახლოებული პირი ხარ. ხო და შემოსავალი არ გაკლია, მშვიდობა გაქვს, კარგად ჭამ, კარგად სვამ და სულ არ გაინტერესებს ახლა ისა რა ქვია ცვლილებები შენს ინტერესში არ შედის. ამ დროს ხარ ებრაელი, რომელიც ელოდები მესიას, მხსნელს. სჯულით ამას ქადაგებ ყოველ დღე, მაგრამ შეძრწუნდა, იმიტომ რომ არ აწყობს ახლა. ეს იცით რა, არ გეგონოთ მაშინდელი პრობლემა, მხოლოდ დღევანდელ საზოგადოებაში როგორც კი იწყებ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკს, შეშინებულები გარბიან ადამიანები და გეუბნებიან, რომ ვაიმე მეორედ როგორ ჩვენ ქრისტიანები იმისთვის ვართ, რომ ქრისტიანები ქრისტესთან ურთიერთობა უნდა წყუროდეს გამუდმებით 24 საათის განმავლობაში. და შენ უცბად ის გაშინებს, რომ ქრისტე რომ მოვა, ვაიმე დაემალო უნდა მას. აი, რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყნიურობიდან შენი გონება არ მოცილებულა კიდე და კიდე ამ ქვეყნიურზე ფიქრობს. კიდე იმაზე ფიქრობს, რომ მეტი უნდა იცხოვროს აქ, მეტი ქონება უნდა დააგროვოს აქ, მეტი ესე იგი რაღაცა გვედნიერება უნდა ნახოს აქ და არ ფიქრობს იმ მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე. ამიტომაც მეორედ მოსვლა არ აწყობს და ხო შორს იქნება, ხო ჯერ არ იქნება, ესეთ შეკითხვით მოდიან ადამიანები და ამ დროს ეს წიგნი იცით როგორ მთავრდება? ბოლო წინადადება, იცით რა არის ამ წიგნის? ჩვენი ბიბლიის. ამის ამბობს ამის დამოწმებელიო. ჰე მოვალ მალე და პასუხობთ ჩვენ. ამინ. მოდი უფალო იესო. ასე მთავრდება ეს წიგნი. წარმოგიდგენიათ? მაგრამ ქრისტიანს რო კითხავ, მეორედ ვაიმე ეს ხო შორს იქნება, ჩემ დროს ხო არ იქნება. გეგონება მარტო მეორედ მოსვლის დროს იქნება განკითხვა. რომ მოკვდები განკითხვა არ იქნება დგონია? ხო და ეს რა ხო თუნდაც 300 წლის მერე არის ისა რა ქვია მეორედ მოსვლა და ეხლა ვთქვათ ვისაც ამ საუკუნეში გვიწევს გარდაცვალება როგორ არის ეგ ამბავი? ამიტომაც ეს წინადადება ყოველთვის ისე გულზე მხვდება და ყურს ჭრის ხოლმე. ნახეთ, ეს რომ გაიგონა შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მისი შეძრწუნება აბსოლუტურად გასაგებია და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. იმიტომ რომ იერუსალიმი, ვისაც ესე იგი ხელები ქონდა მომთვარი მოკლედ ამ სიტუაციაში, აღმოჩნდნენ ახლა რაღაცა განსაცდელი იწყება, იმიტომ რომ თურმე ახალი მეფე დაიბადა. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი. ჰეროდემ განა არ იცის რომ მესიას ელოდებიან ებრაელები, იმიტომ რომ ესენი ამას ქადაგებენ. ყველა მათი მსახურება ამაზეა მიძღვნილი და ამაზე ლოცულობენ. თქვენ თანამედროვე ებრაელების ის მოსმენილი გაქვთ, ხოთა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ
იმას ეუბნება პრემიერ-მინისტრს, უხუცესები რომ მიდიან. რატო არ აჩქარებთ მესიის მოსვლასო? ისინი ხო ელოდებიან მათ ხო იესო ქრისტე არ აღიარებთ. პირდაპირ ესე ეუბნება, სატელევიზიო გადაცემა არის ესა და ეუბნება, რატომ არ აჩქარებთ მესიის? ყველაფერს ვაკეთებთო ამისთვისო, ისე პასუხობს. მე მგონი ნათანიაჰუას შეიძლება მეშლებოდეს გვარი. და ეს პასუხობს, ყველაფერს ვაკეთებთო რომ მოვიდესო. ხო და უნდა იმუშაოთო, უნდა გააკეთოთო რომ მესია საკმარის არ აკეთებთო ესე ეუბნება. საკმარის არ აკეთებ, როგორ ჩანსო, იმიტომ რომ მესია რატო აგვიანებს მოსვლასო. ხო და ეს თქვენ გონიათ ეხლა 21 საუკუნეში და მე-20-ში ამბავია, ის მაშინაც ასე იყო. მესიას ელოდებოდნენ უბრალოდ, ახლა აქ ჰეროდესთან, ახლა მეფის კარზე რო ხარ და კაის რო ჭამდა, კაის როსო არ გაწყობდეს იქნება ეგ ამბავი, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ხელი შეგეშლება რაღაც საკითხებში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენ არც ერთმა არ დაიჯეროთ ის ამბავი, რომ ქრისტეშობის დრო ჩვენ რო ყოფილიყავით, ესე იგი ამ ჯვარცმაში არ მივიღებდით კიდე მონაწილეობას. ასე რომ ამ ჯვარცმაში ჩვენ დღესაც ვღებულობთ მონაწილეობას, როდესაც ვსოდავთ. მასთან ერთად მთელი იერუსალიმი და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი. რას გულისხმობდი, რისი თქმა მინდოდა, იცით, შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი რატო? უნდა გამოიკითხოს ახლა ამ ვარსკვლავის და წინასწარმეტყველების შესახებ. ანუ ჰეროდე მიცის რომ ეს წინასწარმეტყველება არსებობს და ეს წინასწარმეტყველება უნდა აღსრულდეს. ოღონდ მაინც ისე მოქმედებს, როგორც თვითონ რომ იტყვიან ხოლმე რაღაც ისეთ შეკითხვას დასვამენ, რომ ვაიმე კაცო, როგორი მორწმუნე იყო და ეს როგორ ქნა. მორწმუნე იმას კი არ ნიშნავს, რომ შეცდომას არ დაუშვებს, ან თვითნებობას არ გამოიჩენს და ან რაღაც არ გადაუხვევს გზიდან. უამრავი შემცდარა და უამრავს რაღაცა გადაუხვევია, მაგრამ არის თვითნებობის რაღაცა უკიდურესი გამოხატულებები, რომელიც ესე იგი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ატარებს ადამიანს ღმერთის გზისგან გადახვევაც არის და გადახვევაც მოკლედ. აი ჰეროდე ნახეთ, შეკრებს ამ მღვდელმთავრებს, ხალხის წიგნობრებს და უხუცესებს და ეკითხება, სად უნდა იშვას ქრისტე? ადგილი აინტერესებს. მათ უთხრეს, ამათმა ზუსტად იციან. ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ, დაშენ ბეთლემ იუდას მიწავ, არაფრით ახარ უმცირესი იუდას თავარ ქალაქებს შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყსავს ჩემს ხალხს ისრაელს. ეს არის მისი რა ქვია, ოსიას უკაცრავად მიქია არის ესეთი წინასწარმეტყველი და მის წინასწარმეტყველებაში ასეთი წერია, რომ ასეთი სიტყვები წერია, რომ შენ ბეთლემ იუდას მიწავ, არაფრით ახარ უმცირესი, ანუ იუდას მიწაზე უნდა დაბადებულიყო, ბეთლემში უნდა დაბადებულიყო ქრისტე მაცხოვარი. ისე თვითონ ბეთლემი იცით რას ნიშნავს ებრაულად? ბეთლემი ესე არის ბეთლეხემ, ბაით არის სახლი. ებრაულად სახლი ესე ეწოდება ბაით. აი ბაით არის მაგალითად სახლში და ბეთლეხემ სლენგშიც ეგრე არის. ცოტა? აი კრიმინალურ სლენგში ეგრე არის, იმიტომ რომ ეს კრიმინალური სლენგი სადაც ჩამოყალიბდა, იქ ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. და ამიტომ, ხო და ბაით არის სახლი, ლეხემ არის პური, იგივე საჭმელი. შეიძლება საჭმლისნაც, აი ჩვენთანაც ხო არის ესეთი გამოთქმა, მოდი პური ვჭამოთ. და მართლა პურის ჭამას ხო არ გულისხმობს, შეიძლება სუფრის გაშლას გულისხმობს. შეიძლება კონკრეტულად პური პურსაც ნიშნავს და პურის ჭამა, ასევე არის ლეხემ არის პურიც და არის საჭმელიც. ბეთლეხემ არის პურის სახლი. ასე ითარგმნება. სხვათა შორის არაბული და ებრაული ძალიან გავს ერთმანეთს. ესევე გამოითქმის არაბულადაც ბეთლეხემ, მაგრამ იქ ნიშნავს პურის ნაცვლად ხორცს. იქ არის არაბები ამბობენ, რომ ეს არის ხორცის სახლი და ის ამბობენ, რომ არის პურის სახლი. ამიტომაც ბიბლიის დედანში კითხვა მე გადავუხვევ ხა თემიდან, მაგრამ საინტერესო რამეს გეტყვით. ბიბლიის დედანში კითხვა არის ძალიან საინტერესო და რატომ? განსაკუთრებულად ებრაულად, იმიტომ რომ ყველა ეს დასახელება ხო ითარგმნება. ამიტომ ისეთი აბსურდები გამოდის თუ არ გააშინა არსე რაზეა ლაპარაკი, მაგალითად რუთის წიგნი იწყება ესე რომ შიმშილობა ჩამოვარდაო, ესე იგი იმაშიო, ამ ქვეყანაშიო პური აღარ იშოვებოდა და კაც წავიდა, ერთი კაცი ადგა და წავიდა მიდიამის ქვეყანაში. ხო და თუ ამას დედანში ჩვენ ახლა გვესმის ეს ქართულად ესე. დედანში იცით როგორ ისმინება ესა. პურის სახლში პური აღარ იყო და ეს კაცი წავიდა მიდიამში. აი როგორ რაღაცას ამბობს, იცი რომ მე ახლა აფთიაქში რო ვიყო და წამლის საყიდვად რკინეულობის მაღაზიაში რო წავიდე. აფთიაქში ვარ, კაცო, წამალი ხო აქ უნდა მოვითხოვო, რა მინდა რკინო, დაახლოებით იგივე ამბავია. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ
მატერიალ პურზე არ არის ლაპარაკი, ანუ ღვთის სიტყვა აღარ იქადაგებოდა და ეს კაც გარბის აქედან, იმიტომ რომ ის ღვთის სიტყვის მიმდევარია. და გადადის რაღაცა სხვა ქვეყანაში და იქ მერე თქვა თავის ცოლთან ერთად და იქ ვაჟები იქაურცოლებს შეირთავენ და ეს წიგნი ძალიან საინტერესო წიგნია რუთის წიგნი და თუ მოგვეცა საშუალება 4 თავია სულ პატარა წიგნია და შეგვიძლია განვიხილოთ ძალიან საინტერესოა. დავით მეფსალმონის ბებია იყო მერე ეს რუთი, რომელი მიდიელი ქალი, რომელიც ჩვენ რუთზე ვილაპარაკეთ მაშინ. ხო. ხო, ამიტომ ბეთლეხემ არის პურის სახლი, როგორც მოგახსენეთ, ამ ბეთლემში უნდა იშვასო. მაშინ ჰეროდე მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. ნუ ეხლა ადგილმდებარეობა დააზუსტა, ეხლა ჟამი აინტერესებს, იმიტომ რომ ბავშვის ასაკი უნდა იცოდეს მიახლოებით, იმიტომ რომ ესენი ეხლა ერთ დღეში ხო ვერ ჩამოვიდოდნენ, კაცო, ამ სიშორეგზას ერთ დღეში ხო ვერ გამოივლიდნენ. ამიტომაც გამოკითხავს მათ ამ ვარსკვლავის გამოჩენის ჟამს, რომ მიახლოებით იცოდეს ამ ბავშვის ასაკი და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით, ზუსტად გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი, როდესაც იპოვით შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანებსე მას. რა თქმა უნდა, იტყუება, მაგრამ ასე ეუნება ამ მოგვებს. ეს რომ მოისმინეს მეფისგან, წავიდნენ და აჰა ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ. როგორც ჩანს წმინდა წერილიდან, ესენი რომ იერუსალიმში შემოვიდნენ, ვარსკვლავი გაქრა. გაქრა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს ვარსკვლავი რომ წასულიყო და პირდაპირ ბეთლემში მისულიყო, ესენი ჰეროდესთან არ შეივლიდნენ. ამიტომ პირდაპირ თაყვანისცემა როგორც მოხდა, მერე მოხდებოდა ეს თაყვანისცემა და ამითი დამთავრდებოდა ყველაფერი, უკან გაბრუნდებოდნენ. მაგრამ რომ ღვთისაღვთო განგებულებაა ეს, რომ საზოგადოებამ გაიგოს, მათ შორის იმ ებრაულმა საზოგადოებამ, რომელიც შეძრწუნდა, რომ იაკობის ვარსკვლავი ამობწყინდა და ეს ვარსკვლავის სახით აგერ მოგვებმა მოიტანეს ეს ამბავი, მათთვისაც რომ ცნობილი ყოფილიყო, ვერავინ ვეღარ იტყვის მე ამას, რომ იცი რა მე ეს არ ვიცოდი და რაღაცა ვერ დავაკავშირე ეს ამბები ერთმანეთს. წინასწარმეტყველება აგერ არის, მოგვები ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ესეთი ვარსკვლავი ვიხილეთ და ამის შემდგომ როგორ ხდება. ეს ამბავი რომ ვარსკვლავი ეტყობა გაქრა, ამიტომ ისინი შედიან მეფის სახლში და კითხულობენ ამ ამბავს. იქ მოდიან წინასწარმეტყველები, წიგნობრები და განიხილავენ ამ საკითხს, მოკლედ სად უნდა დაიშვას ქრისტე და ეხლა ჰეროდე უშვებს ამათ, რომ წადით ნახეთ და მითხარით. და აღმოსავლეთში წინ უძღოდა მათ. ანუ ეხლა როგორც კი გამოვიდნენ ჰეროდესგან, ეს ვარსკვლავი კვლავ წინ უძღვის. სანამ არ მივიდა და არ დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა. ვარსკვლავი რომ დაინახეს, ფრიად გაიხარეს. და როდესაც სახლში შევიდნენ, რატო წერია სახლში შევიდნენო? ის ხომ ბაგაში დაიბადა. ესენი უკვე სახლში არიან გადმოსულები. ბაგაში კი არ მომხდარა თაყვანისცემა. ჩვენ ეს ხატზე შეიძლება ესე აჩვენებდნენ, რომ მოგვები იქ მიდიან და მწყემსები იქ მიდიან ნამდვილად. მაგრამ მოგვები უკვე სახლში მიდიან. ესენი უკვე სახლში არიან გადმოსულები, იმიტომ რომ იქ ხوار დარჩებოდნენ იმ ბაგაში რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც კი გათავისუფლდა სახლი, გადმოვიდნენ სახლში. როდესაც სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად და დაემხნენდა თაყვანისცეს მას. გაახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ზღვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური. გუნდრუკი იცით რა არის? გუნდრუკი საკმეველია. მური გახლავთ ზეთი გახლავთ, რომლიცაც მიცვალებულს აპატიოსნებდნენ. ამიტომ ეს გახლავთ საჩუქარი ასეთი. ესენი ბრძენი ხალხი იყვნენ და ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ოქრო გახლავთ სამეფო საჩუქარი, გუნდრუკი გახლავთ საღვთო საჩუქარი და მური გახლავთ ადამიანური საჩუქარი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი გარდაიცვლება. ამიტომაც ისინი ფაქტიურად წინასწარმეტყველებენ, რომ ეს არის ღმერთკაცი და როგორც ღმერთს გუნდრუკს აძლევენ და როგორც კაცს ოქროს და მურს როგორც მოკვდავს, იმიტომ რომ ის მოკვდება. და რა კი სიზმარში მიიღეს გაფრთხილება, ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ვარსკვლავი აღარ ჩანს. სიზმარში მიიღო, უკვე ანგელოზი ეცხადება. იმიტომ რომ მათ ისეთი საქმე გააკეთეს, რომ უკვე შესაძლებელია აქამდე რომ ანგელოზი დალაპარაკებოდა, ამის მიმღებლები ესენი არ იყვნენ. ამიტომაც ღმერთი ყოველთვის ასე საზღვრავს თითოეულ ნაბიჯს, რომ ადამიანი არ დაზარალდეს არაფრით და პირიქით სულიერი სარგებელი კონდეს. ამიტომაც თქვათ რომ გამოცხადებოდათ ანგელოზი იტყოდნენ რომ რაღაცა მომეჩვენა და კარგად იყავი, გააგრძელებდა თავის ცხოვრების წესს, მაგრამ ვარსკვლავი რომელიც იცის მიყვება იმ ვარსკვლავს. მე ამ გაიხარეს ვარსკვლავი რო ნახესო ხო წავიკითხეთ რომ ჰეროდესგან რო გამოვიდნენ, დაინახეს ისევ გაუხარდათო, აი ჩვენი ვარსკვლავი გაყვნენ.
მაგრამ ამის შემდგომ ვარსკვლავი აღარ არის. და რაკის სიზმარში მიიღეს გაფრთხილება არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, ანუ უკვე გამოცხადებითად მიიღეს ეს, რომ ჰეროდესთან აღარ უნდა დაბრუნებულიყო, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. აუქციეს გზა, რომ ჰეროდესთან შეხება აღარ ქონოდათ, წავიდნენ და ეს ადამიანები გახდნენ ქადაგებლები. იესო ქრისტეს ღმერთის მოვლენების შესახებ გახდნენ ქადაგებლები. როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი." მაშინ აღდგა იოსები და წაიყვანა ყრმა და დედამისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოუხმე ჩემ ძეს. ესეც არის ესეთი წინასწარმეტყველება, ოსიას წინასწარმეტყველება, რომელიც ასეთ ამბობს, რომ მოუხმე, ანუ როდესაც უკან ბრუნდებიან ეგვიპტიდან. ეს გზა სხვათა შორის, აი ჩვენ აქ ორი ჩემი მეგობარია, იმაში იერუსალიმში ერთად ვიყავით ამ ზაფხულს და იმაში რომ ვიყავით ქოზიფას მონასტერში, გახსოვთ? აი ის ხეობა არის, რომელი ხეობაც მიდის ეგვიპტეში. ამ ხეობას მიუყვებოდნენ, ესეთია გარდამოცემა, ამ ხეობას მიუყვებოდნენ და ესე ჩავიდნენ ისინი ეგვიპტეში. ძალიან მკაცრი პირობებია, მინდა გითხრათ, იქ და საკმაოდ საშიში ადგილები. დღევანდელ დღესაც და ხა მაშინ რა იქნებოდა რომ წარმოიდგინოთ. როდესაც დაინახა რომ გაწმილებული დარჩა მოგვებისგან, განრისხდა ჰეროდე და მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა 2 წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში. 2 წლისა და უმცროსი, იმიტომ რომ მიახლოებითი თარიღი იცოდა ვარსკვლავის გამოჩენისა. ხო, იმიტომ რომ ახლა ესეთი ვარსკვლავი რომ გამოჩნდა მოგვებმა მაშინვე ტანსაცმელი ხوار ჩაიცვეს და ხوار გაყვნა, ეს რაღაცა აკვირდებოდნენ კარგახანი ამ ვარსკვლავს რა. და როგორც კი ამ ვარსკვლავმა მოძრაობა დაიწყო, ესენი მოემზადნენ მოკლედ ამ ლაშქრობისთვის რა და სანამ იქ ეს არ არის თქვათ 1 და 2 დღის ამბავი, იმიტომ რომ რაღაცა უჩვეულო მოვლენას დიდი ხანი აკვირდებოდნენ, შესაბამისად ეს თარიღები გადათვალა და ამიტომ 2 წლის და ქვემოთ ვინც იყო მოაკვლევინას უყოლა დაახლოებით 14,000 შვილზე არის ლაპარაკი. მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ხმა მეს გაისმა რამათში ტირილი დიდი გოდება, რაქელი დასტერის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, რადგან აღარ არიან ისინი. რაქელი საფლავი არის ბეთლემში. ერთადერთი ესე იგი ამ მამამთავრების ცოლებისგან რაქელია მხოლოდ ესე ცალკე დამარხული მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მახპელას მღვიმე შეიძინა აბრაამმა სასაფლაოსთვის და პირველი სარა დაიმარხა, აბრაამიც იქ დაიმარხა, ამის შემდგომ ისააკიც იქ იმარხება და რებეკაც და იოსები ეგვიპტეში პირდაპირ ანდერს იბარებს რა, რომ მოკვდებიო და თქვენ აქედან გაგიყვანთ ღმერთიო ეგვიპტიდანო, ეს 200 წლის მერე ხდება მეტის. ეუბნება თავის ძმებს, რომ ანდერძად გიბარებთ, რომ ჩემი ძვლები წაიღოთო და იქ დაგრძალოთო. და როდესაც ესე იგი იაკობს ყავდა 2 ცოლი დები იყვნენ ესენი ერთმანეთისა, ლია და რაქელი. ისინი რომ მოდიოდნენ ესე იგი ამ ცოლოურსთან ცხოვრობდა ლაბანთან იაკობი, ცოტა ისევ ყვები, ცოტა შეიძლება არეულე, მაგრამ ძველი აღთქმის ისეთი ისტორიებია, როცა მოდიოდნენ ისინი, მშობიარობა დაეწყო ბეთლემის ტერიტორიაზე რაქელს, მეორე 2 შვილი ყავდა სულ რაქელთან, უფროსი იყო იოსები და უმცროსი იყო ბენიამინი. ბენიამინის მშობიარობას გადაყვა რაქელი, ამის მერე შვილი აღარ ყოლია იაკობს. და მაშინ მოხდა ბეთლემში ეს ამბავი, მშობიარობას გადაყვა, იქვე გარდაიცვალა რაქელი და იქვე მოხდა მისი დაკრძალვა. ამიტომაც ეს წინასწარმეტყველება რომ ხმა გაისმა რამათში ტირილი და დიდი გოდება, რაქელი დასტერის თავის შვილებს, ნამდვილად დასტერის თავის შვილებს, იმიტომ რომ მის საფლავი იქ არის და მისი შთამომავლობა ცხოვრობს იქ, ბუნებრივია და არ სურს ნუგეში, რადგან აღარ არიან ისინი, ნუ ხა გამწარებულ დედას რა ნუგეში უნდა უთხრა, იმიტომ რომ როდესაც შვილი აღარ აყავს, რა ნუგეში არის ლაპარაკი. ერთმა დაიფაროს ყველა. ხოლო როდესაც ჰეროდე აღესრულა უკაცრავად, აჰა უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში,
რადგან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდა. ისიც ადგა და წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში, მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ იუდაში მისი მამის ჰეროდეს ნაცვლად მეფობს არქელაოსი, შეეშინდა იქ წასვლა და სიზმრად მიიღო ბრძანება, რომ წავიდა გალილეის მხარეში. მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა. მეორე თავის დასასრულია, დღეს მეტის გაგრძელებას არ ვაპირებ, თქვენ შეკითხვები თუ გექნებათ, იმაზე გიპასუხებთ, უბრალოდ ეხა ისტორიას მოგიყვებით. ეს ნაზარეთი არის ჩათვალეთ პატარა სოფელი. და რატომ კონკრეტულად ამ ნაზარეთში რატო წავით? იმიტომ რომ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ნაბუქოდონოსორმა როდესაც ილაშქრა იერუსალიმში, დაანგრია და მიწასთან გაასწორა იერუსალიმი, ტყვედ წაიყვანა მოკლედ ებრაელების ძალიან დიდი ნაწილი. სხვათა შორის ქართველი ებრაელები მაშინ ჩამოსულები არიან. ამ ბაბილონის ამ მიგრაციებს დაემთხვა ისიც რომ აქ რაღაცა ნაწილი აქ მოასწრეს და გამოიქცნენ და აქ ჩამოვიდნენ. რაღაცა ნაწილი ეგვიპტეში წავიდა. რაღაცა ნაწილი ვინც შეიპყრეს მოკლედ ბაბილონში გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა და იქ ყავდა გარკვეული წლების განმავლობაში, მოკლედ სანამ გაათავისუფლებდა მათ. როდესაც გათავისუფლება მოხდა და ისინი უკან ბრუნდებოდნენ, მათ შორის მეფის ოჯახი ყავდა დატყვევებული. თვალები დასთხარა მოკლედ ამ მეფეს, მაშინ ვინც იყო მეფე, ამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. ჩვენ გენეოლოგიაში კი ვკითხულობთ ისე აქ წერია. როსიამშუა იეკონია და მისი ძმები ბაბილონში გადა იეკონი არქმევია, ასე რომ არ გჭირდება შორს წასვლა. მეფე, რომელიც დავითის შთამომავალია, თვალები დასთხარა და მოკლედ ესე იმაში ყავდა ბორკილებში, მე რაღაცა დროს შეიწყალა და სამეფო სუფრასთან სვავდა, მაგრამ ნუ მოკლედ ეს კაცი ახლა აღარ იყო მეფე. ამ მეფის შთამომავლები მოკლედ რა თქმა უნდა ცხოვრობდნენ გავიდა წლები და როდესაც უკან დაბრუნებები ხდებოდა, აირჩიეს ეს ადგილი, რომ ნაზარეთში დასახლდნენ ეს მეფის შთამომავლობა. აი ჩვენ იოანეს სახარებაში რო ვკითხულობთ, ნათანაილის გამორჩევა რო არის მოციქულად და მიდის მასთან, სადაც ჩვენო იესო ნახეთო ნაზარეთიდანო, მოკლედ წინასწარმეტყველები ვიზეთ წერენო, მესიაზეო, აი ესეთი კაცი ნახეთო ნაზარეთიდან. ნაზარეთში რაიმე სიკეთის ყოფა საერთოდ შესაძლებელიაო, ესეთ კითხვას სვავს. და რატო ისმება ეს კითხვა, იცით? იმიტომ რომ ამ ნაზარეთში ცხოვრობდნენ მეფის შთამომავლები და ეთყობა არ კადრულობდნენ ჩვეულებრივ ხალხთან ესე ურთიერთობას. იმიტომ რომ ჩვენი მისი რა ქვია, თავადიშვილები, იმის კალბახელიძეების არ იყოს, ხო იცი? გამიღე ჭიშკარი და გვერდზე ღობეები რო არ აქვს, შედი საიდანაც გინდა, რა პრობლემა არის, მაგრამ ჭიშკარი უნდა გაუღოს იმან მოსამსახურემ, შეიძლება დაახლოებით ესეთი ამბავი იყოს, იმიტომ რომ ესენი მაინც მეფის შთამომავლებად თვლიდნენ თავიანთ თავს და შესაბამისად ამ საზოგადოებასთან ცოტა დისტანცირებული იყვნენ, ნაზარეთში ცალკე ცხოვრობდნენ და ამიტომაც ეს კითხვა რო ისმება, რომ ნაზარეთში რამე სიკეთე არის შესაძლებელიო, ამიტომ ისმება, ისინი დასახლდნენ ამ ნაზარეთში, დავითის შთამომავლობა, სადაც სახლობდა მოკლედ ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ. აი ესეთი გახლავთ მოკლე ისტორია მეორე თავისა. თმით რა თქმა უნდა კვლავ ბევრი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თვითეულ ამ წინასწარმეტყველებას განმარტება აქვს, თვითეულ წინადადებას განმარტება აქვს, მაგრამ იცით შეიძლება ეს ვერ შევძლოთ ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გადავერთოთ ლუკას სახარებაზე, ასევე ქრისტეშობის ამბები, სადაც არის მოთხრობილი. რა ხდება ლუკა მახარებელთან? ნახეთ. იმ დღეებში გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება აღეწერათ მთელი ქვეყანა. აღწერა უნდა ჩატარებულიყო და ამ აღწერის გამო იოსები უნდა დაბრუნებულიყო ბეთლემში, იმიტომ რომ დავითის შთამომავლობა იყო ბეთლემიდან. ნაზარეთში კი ცხოვრობდნენ, მაგრამ ბეთლემელები იყვნენ. და რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულიდან იყო, ესე იგი ქალაქ ნაზარეთიდან იუდაში მიდის დავითის ქალაქში, ბეთლემში ამ შემთხვევაში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, რადგან იგი დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო. რათა აღწერილიყო თავის დანიშნულთან მარიამთან ერთად. ჩვენ ვთქვით, რომ ესენი ერთი შტოსი არიან და შესაბამისად ამ აღწერაში ორივე უნდა ყოფილიყო. მარიამთან ერთად, რომელიც ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის ჟამი. და შვა ძე თავისი პირმშო შეახვია და დააწვინა ბაგაში, რადგან სასტუმროში მათთვის ადგილი არ იყო. ეთყობა ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდა ამ აღწერის გამო,
სასტუმროში ადგილი ვერ იპოვეს და გავიდნენ მინდორში, ნახეს გამოქვაბული, სადაც წყემსები წვიმის დროს თავს აფარებდნენ და აქ მოხდა ქრისტეს შობა. იმ მხარეში წყემსები მინდვრად იყვნენ გასული, ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. სხვათა შორის წყემსები ითვლებოდნენ აი შაბათის მცნება იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, შაბათის დაცვა. და წყემსები ვერ იცავდნენ შაბათის მცნებას. იმიტომ რომ ახლა სხვა შაბათია და წყალს არ დაგალევინებო, ხო არ ეტყვი. ხო, ან არ დღეს არ მოგწველიო, ხო არ ეტყვი. ამიტომ წყემსებს თლად კარგი თვალით კი ვერ უყურებდნენ ებრაელები, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ისინი შაბათს თითქოს რაღაცნაირად ესე არღვევენ და აქედან გამომდინარე, ვისაც პირველი ეხარა ქრისტეს შობა, ესენი წყემსები არიან. ერთია მოკლედ ადამიანები როგორ აფასებენ სხვას და მეორეა ღმერთი როგორ უყურებს. დია. ნიხარეში წყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. აჰა უფლის ანგელოზი დაადგა მათ თავზე და უფლის დიდება გამოუწყინდა მათ, შეეშინდა დიდი შიშით და უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ, აჰა გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება, რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, ამ წყემსებს რომელიც არის ქრისტე უფალი და ეს გექნებათ ნიშნად, იპოვით ჩვილს შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უერცრად გაჩნდა ანგელოსთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ, ზეციდან ისმის გალობა, საშობაო გალობა, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა და მშვიდობა დედამიწაზე და კეთილი ნების ადამიანებს. ჩვენ ამას მსახურებაში ყოველთვის ვისმენთ, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. დიახ, წყემსებს მიეცათ ეს მადლი. და როდესაც ანგელოზები მათგან ზეცა და ადიოდნენ, აი ამ გამოცხადებას ხედავენ ანგელოზების ამაღლებას, წყემსებმა უთხრეს ერთმანეთს, წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ მომხდარი, რაც უფალმა გვაუწყა. გაეშურნენ და ნახეს მარიამი და იოსები და ბაგაში მწოლარი ჩვილი. როდესაც ნახეს აუწყეს მათ ის რაც ემცნოთ ამ ჩვილის შესახებ. და ყველა ვინც ისმენდა, გაკვირვებული იყო წყემსების ნაამბობით. ეს წყემსები ჩამოდიან და ამ ამბავს ყვებიან ბუნებრივი. მოგვები ჯერ არ არიან მოსული. მოგვები უკვე სახლში მიდიან. აი ბაგაში ვინც ნახულობს, ესენი წყემსები არიან. მარიამმა კი დაიუნჯა მთელი ეს ამბავი და გულში და შეინახა ეს ამბავი. დაბრუნდნენ წყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც გაიგონოს და იხილეს, რაც ემცნოთ მათ. როდესაც შესრულდა 8 დღე, მისი წინადაცვეთის შესასრულებლად ეწოდა მას სახელად იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული, ესე იგი, დედის წიაღში ყოფნისას. ესეთი გახლავთ ლუკასთან მოთხრობილი უშუალოდ შობის ისტორია. ნუ მერვე დღეს ეს კანონი იყო, რომ აუცილებლად უნდა წინადაცვეთა მომხდარიყო. სახელის დარქმევის დღეთაც იწოდებოდა ეს, იმიტომ რომ სახელის მაშინ უწოდებდა. კარგით, თუ გაქვთ შეკითხვები, ახლა მითხარით და მეც აღარ დაგღლით, იმიტომ რომ გავიდა საკმაოდ დიდი დრო. შეიძლება შეგეკითხოთ ამ თემასთან არ არის უშუალოდ დაკავშირებული, მაგრამ ეს პრაქტიკულად ეს არის საქმე. ოშუქოში ხომ მჭირდება შეიძლება სხვათა ჯაბძანდით იყავით, მირჩევნია ესე. ხო, ეს რა ქვია. ახლა ჩვენ ეკლესია გვასწავლის, რომ თანდაობა არის ერთადერთი აუცილებელი თვისება, რომელიც ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვიყვებით. პრობლემა თანდაობის გარეშე მშვიდობა არ არის, სიყვარული არ არის და ეშმაკს ბადეს ვერ გავიგეთ. მე დამაინტერესებს ის ახლა მე მესმის რომ თანდაობა რაღაცნაირად მაგის პირად უნდა მივიღოთ, მაგრამ რაღაც ჩვენს უნდა ვიმოქმედოთ, ხო? მე მაინტერესებს აი ჩვენი მოქმედება რაში მდგომარეობს და ნუ მე უფალი თავის მოქმედებას თვითონ განახორციელებს. რა თქმა უნდა. ხო და აი ჩვენი იმიტომ რომ აი გარემო პირობები ძალიან კარგი არის ახლა სახლშიც და გარეთ თაც ყველა მოაჯიშებს თავდაპირველობაში. მაგრამ ის არის რა ქვია შედეგი არა აი არაფერი არ გამოდის და აი როგორ უნდა გავაკეთოთ
ესე იგი პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ თავმდაბლობა უთავმოყარეობას არ ნიშნავს. თავმოყარეობა უნდა გააჩნდეს ადამიანს. და ეს საერთოდ არ არის კავშირში ერთმანეთთან, იმიტომ რომ როდესაც გონია, რომ ესე იგი ყველაფერი შეიძლება ხო მაკადრონ და მე ამით გავხდები თავმდაბალი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სინამდვილეში იცით როგორ არის რომ თავმდაბლობის ვარჯიში ხდება ესე, აი საკუთარი მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ რომ როდესაც კამათში არ შევსულვარ, ყოველთვის შედეგი მიმიღია უკეთესი. ზუსტად რო ვიცოდი რომ მართალი ვიყავ. ზუსტად რო ვიცოდი, აი ერთი წამით ეჭვი რო არ მეპარებოდა, როგორც კი არ დანიშნა კამათი რომ უთხარი ადამიანს გავდეთ პირდაპირ ესენი. როდესაც ვეუბნები ადამიანს თქვათ პირობითად რაღაცა თქვათ უნდა წმინდა წერილიდან მოუყვანეთ ციტატა და ვუთხარი რომ ეს ამბავი არის ესე და იმან მითხრა რომ არა ეგ ამბავი ეგრე არ არის. ნუ კაი მეუბნები. აი მე მოსულა ეს ადამიანი და ბოდიში მოუხდია და უთქვამს რომ აი თურმე მე შემეშალა. ეხლა რატო უყვები ამ ამბავს? იმიტომ რომ სადაც კამათი დამიწყია, ესეთი შედეგი არ დამდგომია არსად. არსად. ამიტომაც ეს იმიტომ კი არა რომ თქვათ მე ეჭვი მეპარებოდა რასაც ვეუბნებოდი. უბრალოდ აი როდესაც კითხულობ მამათა კანონებს, განსაკუთრებით აი ბერების მონაზვნების კანონებს, იქ პირდაპირ სადაც კამათია, იქ უნდა ადგე და უნდა გაეცალო. სადაც თქვათ შეიძლება უსამართლოდ ვიღაცა გლანძღავდეს, ჯობია რომ დაანებო იქაურობას თავი და ეს ადამიანები თვითონ, იმიტომ რომ ჩვენ სარკისებური რეაქცია გვაქვს რაღაცა შემაგინა შევაგინე. დამარტყა დავარტყი. იმიტომ რომ ესე სარკისებულად მოქმედებთ ადამიანები, რაც იმან გამიგეთა, მეც იგივე უნდა გავუკეთო, იმიტომ რომ ეს შურისძიების ის ჩვენში მოქმედებს, მაგრამ აბა საკმარისია რაღაცა მოითმინო. თუნდაც ის რომ თქვათ უსამართლო რამე გითხრა, გაჩუმდე უბრალოდ, მე აი კვლავ გეტყვით, კვლავ საკუთარი გამოცდილებიდან, რა რომ როდესაც მოვითმინე და გავჩუმდი, ამ ადამიანმა მოინანია და ბოდიში ითხოვა. და როდესაც არ გავჩუმდი, არასდროს არ მორჩა ეს თემა. არასდროს არ მორჩა, ის ამტკიცებდა თავისას, მე ვამტკიცებდი ჩემსას. და როგორც კი საერთოდ გავჩუმდი და ვთქვი რომ, ნუ ხო, კაი, კი ბატონო, აი ესეთი შედეგი დადგა. ანუ თავმდაბლობაში მაინც აი კი. ეს აღარ არის. არა, უნდა გქონდეს. დიახ. ეხლა იმას ეს კიდე შემდეგი ნაბიჯია ის რომ გულში აღარ გქონდეს არაფერი. ოღონდ არ გქონდეს უყურე რა მნიშვნელობით ერთი ბერი იყო პატერიკებში ასეთი რამ წერია, რომ ერთი ბერი იყო, რომელიცაც მთელი მონასტერი ლანძღავდაო რა. მთელი მონასტერი ლანძღავდაო ხან და ესო უხმას არიღებდა, ისე გამეკვირდაო, როგორ მიაღწიაო ასეთ თავმდაბლობას და მივედი და ვკითხეო, რომ რანაირად ითქვენო ამას, რომ მთელი მონასტერი ლანძღავს. მაგათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, ძაღლები არიანო, ძაღლმა რო შემოგიყეფოს. ანუ ასეთი დამოკიდებულება მეორე დანაშაულია. ანუ გულში არ გქონდეს ბობოქრობა, იმიტომ რომ ის შენი პასუხის ღირსი არ არის, ეს თლად უკიდურეს იმაშია, რა ქვია, ამპარტავნებაში აგდებს და აქ ლაპარაკი რაზეა, იცი რომ ეს გულში რო აფეთქება მოხდა და სისხლი რომ მომაწვა ტვინში და ეს რომ შევიკავე, ჩემი ბაგე რომ გავაჩერე, ეს გახლავთ თავმდაბლობის პირველი ნიშანი და ამას ახლავს შედეგი ყოველთვის. აი ზრდადობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, გამოცადეთ თქვენც. თუ ამას მოითმენთ, მე გეუბნებით, რომ აი რამდენიმე შემთხვევა შემიძლია დაგესახელოთ, რომ მოვიდა ადამიანი და შენდობა ითხოვა და სადაც არ მოვითმინე და წავიდა კამათი და ასე და ისე და გარჩევა გაუთავებელი. რა შენდობა ითხოვა? რა შენდობა ითხოვა? არა უშავს, არ ითხოვა, ნუ ითხოვა კაც. ღმერთი მაღლიდან იხედება. ანუ ეს თავმდაბლობის ერთ-ერთი ნიშანია, რომ კამათში არ შეხვიდა და აი იდევ მე შემიძლია გითხრათ ჩვენი პატრიარქის საუკეთესო მაგალითი რა. უწმინდესი არის ეხლა ვინ შეიძლება იყოს მასზე გამოცდილი აი ამ სულიერებაში და მე მქონდა ბედნიერება მრავალი წელი მასთან გამეტარებინა, არა მხოლოდ ვთქვათ ღვთისმსახურებაში, არამედ აი ამ პირად ურთიერთობებში, როდესაც ვსახურობდი მასთან. აი ეხლა უყურე რამდენჯერ მინახავს ასეთი რამ. მოვიდნენ მღვდელმთავრები. რაღაც საკითხია განსახილველი. და ამ საკითხზე ერთმა ერთი აზრი გამოთქვა, მეორემ მეორე აზრი გამოთქვა. როგორც კი ეს აზრები, იცი რა, აზრი შეიძლება გამოთქვა და გაჩუმდე. მაგრამ ერთმანეთს როგორც კი რაღაცა უთხრეს, ესე ხوارჯობიათ, ესე ხوارჯობიათ, აი პატრიარქი მაშინაც წამოდგებოდა. წამოდგომა ნიშნავდა იმას, რომ თათბირი დამთავრებული იყო.
ყველა უნდა ამდგარიყო. ანუ მონაწილეობის აღებულობა. არღებულობდა კი არა, ისინიც ვეღარ გააგრძელებდნენ ლაპარაკს, იმიტომ რომ პატრიარქი ადგა. ანუ გააჩერა. რა თქმა უნდა. ისინი ამას ხო არ აკადრე პატრიარქი ვინ ვარ და დღემდე თქვენობით მელაპარაკება. ხო და ასეთი კულტურის კაცია, მინდა გითხრა და იმას მღვდელმთავარს არასდროს არ აკადრებდა, ეხლა რომ შენ გაჩუმდიო რა. ამიტომაც გიცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო. რაღაც აქ იმაზე კი არ იყო ლაპარაკი, კი არ ჩხუბობდნენ, რაღაცა საკითხი იყო, რომელზედაც ერთი ფიქრობდა, რომ ასე ჯობია გადაწყვეტა, მეორე ფიქრობდა ასე და როგორც კი ეს გადაიზრდებოდა ოდნავ კამათში, რომ აუ არა და იმას თავისი აზრის გატანა, რომელიღაცა თქვათ თავისი აზრის გატანას ცდილობდა პატრიარქის მოქმედებას გეუბნებით. აი ესე წამოდგებოდა, დამთავრებული იყო ლაპარაკი, რომ პატრიარქი ადგა და შენ ხო არ დაჯდე იმას ჯდომას ხო არ გააგრძელებდა კამათს ხო არ ადგა პატრიარქი. და იტყოდა ღმერთმა დაგლოცოთ და აი ჩვენ ეს ამ საკითხზე მოვიფიქრებთ. მოვიფიქრებთ. ეს იმდენჯერ მინახავს, არა მარტო თქვათ იქ მღვდელმთავრებთან, ვიღაცა უცხო სტუმრებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, რომელსაც ეხა მოსულა და რაღაცა რჩევა უთქვამს პატრიარქი, უკითხავს პატრიარქისთვის. აი თქვენო უწმინდესობა, მახსოვს ძალიან ცნობილი კაცია. თქვენო უწმინდესობა ეს საკითხი როგორ ჯობია? პატრიარქმა უთხრა რომ ასე ჯობია. არა თქვენო უწმინდესობა, მასე კი არ ჯობიაო მეუბნება. კაცო, რაღაც ეკითხებოდით უკეთესად თუ იცოდეთ. მასე კი არაო. მე ვფიქრობ რომ ასე ჯობიაო. პატრიარქი ჩუმდება. აი ხო შეიძლება ეხა ჩემსავით ესე უთხრას რა. კაცო, თუ იცოდი მე რაღაც მეკითხებოდი. არ აკადრებს ამას ადამიანს. აი ეს არის თავმდაბლობა. იმიტომ რომ ხო შეიძლება უფლება აქვს და უთხრასო, იცი რა, მოხვედი კათალიკოსთან რჩევის საკითხავად, ჩემი რჩევის ნაცვლად აქეთ მაძლევ რჩევას. როგორც მობრძანდი, ისე წაბრძანდი ახლა რა. ხო შეიძლება თქვას. მე ასეთს ვერ ვიხსენებ. მე ასეთი რამ წლების განმავლობაში გამიტარებია მასთან არაერთი დღე გადაბმულად ხანდახან ღამეც რო გიწევს ხოლმე დარჩენა ამ რაღაც რეჟიმია ისეთი იქ არ ვიცი როგორ უძლევდა უწმინდესი ამას ყველაფერს ვერ გეტყვით არ მახსენდება სხვანაირად მისი მოქცევა და მისი მოქმედება და ყველაზე მთავარი აი ხო გეუბნებით სადაც ოდნავი კამათი დაიწყებოდა პატრიარქი მაშინვე დგებოდა კი კიდე შეიძლება იცი დიახ მამო აი როცა ვადარებ ერთმანეთს რა ასევე მნიშვნელოვანია სინანული ხო? დიახ ხო და იმ ენებში რომელიც თუ გეჩქარებათ წადით ნინო კი იმ ენებში რომელიც ნაკლებად ვიცი და ზოგში არ ვიცი მაგრამ ახლა ანალოგიური სიტყვები სხვანაირად სხვა შინაარსის მატარებელია სხვა მაგალითად ბერძნულში მეტანი რუსულშიც ხო პაკაიანი ცოტა განსხვავებულია სინანულისაგან ხო და სინანულის შესაბამისი ბერძნულში არის რომელიც აღარ მახსოვს როგორია ჩავწეროთ იმაში თარგმანში სხვა სიტყვას წერს მეტანოიას არ წერს სინანულის წერს სხვა რამეს არ შეგვიძლია იცი რა თქვენ თანამედროვე ბერძნულ სიმაშვებით და საღვთისმეტყველო იმითი ესეა მეტანოია არის რომელიც ცვლილებას გულისხმობს ჩვენ ქართულად სინანულში არასოდეს ცვლილება არ იგულისხმება როგორ არა სინანულში იგულისხმება ახალი კაცის დაბადება ხო ანუ ჩვენ ესე უნდა რატომ ქვია აღსარების საიდუმლოებას მეორე ნათლისღება აღსარების საიდუმლოებას ჩვენ უწოდებთ მეორე ნათლისღებას იმიტომ რომ ახალი კაცი იბადება რა თქმა უნდა სინანული ახალი კაცის დაბადებაა ყველა შემთხვევაში ხო ანუ სინანული ეს მარტო არ არის მოდით გეტყვით კარგ მაგალითს პეტრე მოციქული ხო მოციქულია ეხა უყურეთ რა ემართება პეტრეს პეტრემ ნახა როგორ გააცოცხლა მკვდარი პეტრემ ნახა ქრისტე აკეთებს ამას პეტრემ ნახა როგორ კეთროვანი განიკურნა პეტრემ ნახა ბრმას თვალი აეხილა პეტრემ ნახა რომელი ერთი ჩამოგითვალო 5 პურით 5000 კაცი რო გაძღა ესეთი რაღაცები ნანახი აქვს პეტრეს მაგრამ უარყო არ ვიცნობ ამ კაცო ხო ცნობილი ამბავია ეს რომ არ ვიცნობ ამ კაცს ერთოდ სამჯერ უარყო თან ერთხელ რო თქვა მეორეჯერ დაიფიცა და მესამეჯერ დაიწყევლა არ ვიცნობო წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ხაზი გადაუსვა ყველაფერს არ ვიცნობ ამ კაცო და
აქ სახარებების უნდა გამოვკრიბოთ ჩვენ ახლა 4 სახარებიდან ეს ყველგან არის მოთხრობილი, მაგრამ აი ლუკასთან არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. სწორედ ამ დროს, როდესაც მესამედ მან ესე იგი წყევლა წარმოთქვა, რომ მე არ ვიცნობ ამ ადამიანსო, ქრისტე გამოყავდათ ამ დროს ციხიდან შეყავდათ პირად. მოუტრიალდა და შეხედა პირდაპირ პეტრეს სახეში. ეს ლუკასთან წერია. და პეტრემ დაიწყო ტირილი. აი პეტრე დაიბადა როგორც ახალი კაცი. აი ეს არის პეტრე მოციქულად მინდა გითხრათ რომ აქ დაიბადა და რა იქ. არა იქ, როდესაც დაუძახეს, წამოდი პეტრე ჩემთანო და გაყვა მაცხოვარს. მაშინ კი არ დაიბადა როგორც მოციქული. პეტრე დაიბადა აქ, ქრისტემ რომ მას შეხედა. აი ეს შეხედვა არის ახალი დაბადება. აი ეს შეხედვა განაპირობებდა იცით რას რომ პეტრე სასოწარკვეთილებამდე იყო მისული და იუდასავით შეიძლება იმასაც თავი მოეკლა. უბრალოდ რაღაცა გონიერება ეყოს ამისო და შემდგომ აღდგომის შემდგომ როდესაც გამოცხადება ხდება მაცხოვრისა ესე იგი მოციქულებთან პეტრე სამჯერ ეკითხება სამჯერ ხო უარყო ეხლა სამჯერ ეკითხება პეტრე გიყვარ ვარ ის ეუბნება მიყვარ ხარ მაშინ ჩემი ცხვრები დამწყსე გიყვარ ვარ მიყვარ ხარ ჩემი ცხვრები დამწყსე გიყვარ ვარ შეწუხებული პეტრე ხო იცი რომ მიყვარ ხარ აი შენ ხო ყველაფერი იცი მაშინ და ეს იცით რას ნიშნავს რომ მე შენ გაპატიე, აბა რო არ მეპატიებია, ჩემს სამწყსოს მოგანდობდი? ამიტომ სრული პატიებაა მიცემული, აბსოლუტური პატიებაა მიცემული, იმიტომ რომ თავის სამწყსოს ანდობს. ახალ დაბადებულ პეტრეს. მაგრამ პეტრე მაინც ყოველდღე ტირის. ყოველი მამლის ყივილზე იწყებს პეტრე ტირილს. რატომ? რატომ? ხო შენდობა ხო მიიღო? რაღაცო ტირის. იმიტომ რომ ამით ინარჩუნებს იმ მდგომარეობას, სადაც დაიბადა. აი ეს არის სინანული. ინარჩუნებს იმ მდგომარეობას, იმ დაბადების წამს ინარჩუნებს, მოკლედ სადაც რაშიც დაიბადა. გულისხმობ ამ დაბადებაში ქრისტეს შეხედვას. მარიამ მეგვიპტელის ისტორია გახსოვთ? ვერ შედის ტაძარში. ხატს უყურებს და ვერ შედის. ჯერ გონია რომ რაღაცა ვერ ხვდება რატომ ვერ შედის. და რომ დაინახავს ამ ხატს სახეში რომ შეხედავს, აი იქ იწყებს ტირილს. აი იქ დაიბადა მარიამ მეგვიპტელი. წამოვიდა მთელი ღამე ილოცა და დილით აზიარეს მარიამ მეგვიპტელი, რომელსაც მრუშობაში ჰქონდა მთელი ცხოვრება გატარებული. აზიარეს დილით. რა ეს რას ნიშნავს? ესე იგი შენდობა მიიღო. აბა რაღაცი ჭირდებოდა მას კიდე 17 წელი მრუშობდა, შემდეგი 17 წელი ცრემლით რომ იგლოვდა თავის ცოდვებს. ეს ცრემლი იყო შენარჩუნების, ამ სიწმინდის შენარჩუნების ცრემლი იყო ესა. ანუ მან რომ დაიბადა, ეს უნდა შეინარჩუნოს. წმინდანებისა და ჩვენ შორის განსხვავება რა არის, იცი? თქვენ ხო არ გონიათ რომ მიდრეკილება არ ქონდათ მათ ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენ გვაქვს. რაც ჩვენ გვებრძვის ნებები ზუსტად იგივე ნებები ებრძოდათ მათაც. არავინ დაიჯეროს რომ სხვანაირი ადამიანები იყვნენ ისინი. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის არის ერთადერთი. ისინი ამ სიწმინდეს ინარჩუნებდნენ, რომ მიიღებდნენ ქრისტეს სისხლს და ხორცს, ამის შესანარჩუნებლად ძალიან შრომობდნენ, ძალიან ბევრს აკეთებდნენ. ისევე როგორც პეტრეს ცრემლი სჭირდებოდა ამის შესანარჩუნებლად, მარიამ მეგვიპტელს უდაბნოში ცხოვრება, იმიტომ რომ იშვა ადამიანი, აი ეს არის სინანული ნამდვილი, რომ სინანულში იშვება ადამიანი, ახალი კაცი იშვება. სხვაგვარად შეუძლებელია. აი ესეთი აშკარა არის ახალი კაცის დაბადება. რა თქმა უნდა. არაფერში არ შეგეშლება, ხო მამა? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას თვითონ მიხვდება ადამიანი. ამას თვითონ მიხვდება ადამიანი, როდის დაიბადა, იმიტომ რომ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? აი ეს დაბადება თუ არ იგრძნო ვინმე სულიერებაში თუ არ იგრძნო ეს დაბადება, რა დაგაყენებს ისე წირვაზე, რა მოგასმენინებს ამ წირვას? კაი, ერთხელ მოხვედი ვიღაცის ხათრით, მეორედ მოხვედი, იმიტომ რომ გალობა შეიძლება მოგეწონა სამხმიანი, მესამედ რაღაცის გამო, რა ვიცი, რაღაც დღესასწაული. ხო, რაღაცა. რა დაგაყენებს დილას უნდა წამოხდეს იცივეში და დადგე აქ ნახევარი ტექსტი არ გესმის, იმიტომ რომ ძველი ქართულია, მაგრამ დგახარ. როგორ ფიქრობ, რა ძალა გაყენებს ამაზე? იმიტომ რომ იშვი ამ სულიერება, ერთხელ რომ განიცადე ეს შეხება გულთან, იმის შემდგომ სულძიებაში ხარ. დიახ, ეს არის სწორედ თავს აიძულებ, იმიტომ რომ ცათა სასופველი იძულება. საკუთარ თავს ვინც აიძულებს, ის მოიპოვებს მას. ეგ აშკარა იყო. თქვენ რაც მაგრამ მე ის მე რომ ვწოდე კიდე უფრო უარესად ვიდრე მანამდე. კი, როგორ არის დაზღვეული ამისგან კი არავინ არ არის კაცო.
თქვენ რა გონიათ რომ პეტრეს მე აღარაფერი აღარ შეშლია როგორც ადამიანს? მაგრამ ის რაც იცით აი პეტრეს ხორობაში ეხლა თქვენ რო ყოფილით უფრო თავწინ დამიდა. ისეთ რაღაცებს ხშირად აკეთებდა აი ისე მეგიბება ხოლმე რა აი რომ უთხრა თამორის ფაზე რომ აი მოდია გავაკეთოთ მე რომ უთხრა ყველაფრიდან მე რომ უთხრა უფალო მოდი ეგრე მიიქნებაო რა რატომ უნდა ეწამო ანუ ეს ყველა ერთმანეთს გავს და აი მის მერე როდესაც ახალი კაცი დაიბადა ესეთ რაღაცებს აღარ ჩვენ აღარ ვიცით მე ესეთ დაწვრილებით ისინი თუმცა კი ვნახულობთ ჩვენ საქმე მოციქულთაში რომ პეტრე და პავლე კამათობენ ესე იგი რახან კამათობენ რომელიღაცას ეშლება ხო? ამიტომ თქვენ ეს არ გეგონოთ რომ რაღაცა უცდომელობაში შეაბიჯებს ადამიანი. უცდომელობაში კი არ შეაბიჯებს. უბრალოდ იბადება ახალი ადამიანი რომელიც ცდილობს ამის შენარჩუნებას რომ ეს კავშირი არ გაუწყდეს ღმერთთან. ამაზეა ლაპარაკი მეტი კი არაფერზე. თორე პირდაპირ წავიკითხავთ რომ პავლე მივა და გალანძღავს რას აკეთებო. იმიტომ რომ რას აკეთებო წარმართებთან ერთად არ ჭამდა. უпростоრად ჭამდა და ებრაელებს რო დაინახავდა ვითომ არ ჭამდა წარმართებთან ერთად და თუ სხვებისგან ითხოვო რომ თვალთმაქცები არ იყოს და შენ თვითონ თვალთმაქცოფო ეუბნება. პირდაპირ ესეთ დაპირისპირება. ანუ ჩვენში ახალი ადამიანი იბადება მაშინ როდესაც ჩვენ აი შევყევათ გებულობთ უფლისაგან რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის ქრისტე. დიახ. ეს იყო. დიახ, ოღონდ ეს გახსოვთ იმაში რო არის რომ ზეციურმა მამამ გამოგიცხადაო. შენმა სისხლმა და ხორცმა კი არა ზეციურმა მამამ. ეს კი ეს თავისთავად ცალსახად ესეა. და ამის შესაბამისად არის საჭირო მუდმივად სინამდვილე. რა თქმა უნდა. რომ ეს არ გავიგო. მუდმივად საკუთარი თავის დანახვა. დიდი მადლობა. არაფრის სიცოცხლით გაიხარ. მაგებით ყველა მის, მაგრამ რო შევასრულოთ ვერ იცი და ჩვენ გაგებით კი გავიქეთ. მაშინ ის მომენტში და დავამეტებოთ ვერ იცი. იცით როგორ არის ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვილაპარაკებთ? როდესაც ქრისტე კითხულობს მოციქულებში რომ თქვენ ვინ გონი ვართ და პეტრე პასუხობს მას რომ პეტრე იყო ემოციური კაცი. და მინდა გითხრათ რომ სულიერებას ხელს უშლის ემოციები. იმიტომ რომ ემოციებს შეუძლია ადამიანი წარმართოს და არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებიოს. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება არ არის ხოლმე სწორი გადაწყვეტილება. და პეტრე არის ძალიან ემოციური. მე შემიპყრობენ თქვენ ყველანი გაიქცევით მე მოვკვდები შენთან ერთად. კაცო ჯერ არ გეკითხებიან გაჩერდი რატო ამბობ ამას? ძალიან საყვარელია, მართლა ძალიან საყვარელი. იქ მოვლენ გადასახადების ამკრეფები ეკითხებენ. თქვენი მოძღვარი იმას გადაიხდის, გადასახადს. კი, პეტრე ეუბნება. იქნება არ იხდის, კაცო, რატო პასუხობ? ხო, გახსოვთ სახარებაში, ეს მე ქრისტე ეუბნება, ხა წახვალო, თევზს დაიჭერო, იქო სატირი იქნებაო და ამოიღებ იმის პირიდანო და მისცემო შენთვის და ჩემთვისო. განაყულებაში არ ქონდათ ფული, მაგრამ პეტრეს უნდა გაეგო ეს, რომ გაეაზრებინა, რომ თანხმდები, ჯერ კითხე, იქნება და არაძლევს. და ბევრი ესეთია იგივე იმ ფერისცვალების ამბავზეც და იმასაც. ნახეთ როგორი საოცარი ამბავია რომ პეტრე ეუბნება რომ შენ ხარ ქრისტე ძეხვთისა. და მაცხოვარი პასუხობს რომ შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიწყო ზეციურმა მამამ. ანუ რაღაცა ეს შეხება მოხდა რომ შენ ეს გააცნობიერე რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ეს არის შენი გადარჩენის საძირკველი. და ნახეთ რასაც სიტყვებს ეუბნება შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევია. შემდეგი წინადადება იცით რა არის სახარებაში. ამის მერე ქრისტე ამბობს რომ მე ხლა დამიჭერენ და შემეპყრობენ და ჯვარზე გამაკრავენ და პეტრე ეუბნება არ ქნა მაგიო. მოტრიალდება და ეუბნება განვეთ ჩემგან სატანაო. ახლა 5 წუთის წინ ეუბნება რომ შენ ხარ კლდე და ახლა ეუბნება განვეთ ჩემგან სატანა. როგორ არის ეს ამბავი თუ გიფიქრიათ? კლდე ვინ არის? პეტრე კი არ არის კლდე. კლდე არის ის სწავლება, რაც პეტრემ წარმოთქვა, რომ შენ ხარ ქრისტე ძეხვთისა. აი ეს არის კლდე. ქრისტე არის თვითონ კლდე. და არა პეტრე. იმიტომ რომ პეტრეს აგერ მე 2 წუთი არ არის გასული, რომ ისეთ შეცდომა მოსდის, ღმერთი ეუბნება განვეთ ჩემგან სატანა. კაცისასაც რახავ და არა ღვთისასაც. ამიტომაც ადამიანური ბუნება ასეთი ცვალებადია. ადამიანური ბუნება განსაკუთრებით, როდესაც ემოციები ჭარბობს, შეიძლება ამ წუთში ეს თქვა, ამ წუთში ეს თქვა. ამ წუთში აღიარა სარწმუნოების ესე იგი მთელი საძირკველი და ამ წუთში ისეთ რამეს ეუბნება, ეხლა რაც ასახტონებას ეწინააღმდეგება პირდაპირ.
ანუ უფლისათვის შეცდომა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მისი გამოსწორება და დაბრუნება ყოველსთან. რა თქმა უნდა. ანუ უხალთან და რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეცდომაზე რო იყოს აგებული ესე იგი მისი ურთიერთობა ადამიანთან, მაშინ რომელი ადამიანი შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც გადარჩენის ღირსია. შეუცდომობა ყოფილა, ასე ვთქვათ, გამორთე.